მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი Monolith Records-ი. დღეს ჩვენთან სტუმრად იქნება ვანო ფიფია, არტისტის სახელი Clinical Hates. მოგესალმები ვანო, თავს როგორ გრძნობ? შვენიურად. თავად უკეთესად შეიძლებოდა მინდა გითხრა, მაგრამ გუშინდელი კი განწყობა კარგი მაქვს ნამდვილად, უბრალოდ ცოტა გუთი ღამე მქონდა. თუ და აქედან გამომდინარე, დანარჩენი ყველაფერი კარგად არის. მე ძალიან ბევრი იმედგაცრუება მივიღე, ძალიან ბევრი უარი მივიღე. შევას მივცემდი იმას, რომ უბრალოდ აკეთონ რა თავიანთი საქმე რა, მიუხედავად იმისა, რა გარემო პირობებიც გვაქვს. ამიტომ არ დაკარგონ რა ის ჟინი და ის რაც თავიანთია უნდა გამოგლიჯონ რა, ყველაფერი გამოგლიჯონ რა. არტისტი ენერგიას გასცემს რა ენერგიასაც გასცემ, ენერგიას გრძნობს. აი მე რა არ მეყვარს, იცი, ესე უბრალოდ რო დგანალ რა. ისინი ეგრე არ ხაიო, ხო. მე რა მგონია რომ არტისტები ვინც ეგრე დგანან, ცოტა კომპლექსურად არიან, რაღაცის ერიდებათ, არ ვიცი რა, შენ გახსნილი უნდა იყო. მიხარია ჩვენთან რომ მოხვედი ინტერვიუზე, ძალიან დასაფასებელი არტისტი ხარ ჩემი გადმოსახედიდან და არა მარტო ჩემი გადმოსახედიდან, შენს მუსიკას და ყველაფერს მე რასაც გადავხედე, ეტაპობრივად გავიაროთ ესეც დიალოგში. უბრალოდ ჩვენ პოდკასტს ვიწყებთ ხოლმე არტისტის სახელით, რადგანაც ძირითად შემთხვევაში ადამიანებისთვის ეს არის ცნობილი და აი რომ მომიყვე რატომ მაგალითად Clinical Hates, რა დატვირთვა აქ ამ სახელს შენთვის? ხოთა შორის ჩემი მეგობრებიც თავდაპირველად როცა ეგ სახელი დავირქვი, მეკითხებოდნენ და რაღაც პატარა სიტუაცია იყო, რომ ამ მსგავსებდნენ დაახლოებით გავლენა, გონებათ რომ გავლენა იყო I hate models. მაგრამ ამ პერიოდში კი უსმენდი I hate models და მომწონდა ეს შემოქმედება, მაგრამ ჩემი სახელი მასთან არანაირი კავშირში არ არის რეალურად. დიდად ესე რომ გითხრა რომ რაღაცა შინაარსიც აქვს თქო, ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ჩემთვის უბრალოდ ორი სიტყვის ერთმანეთში შეკვეწიწებაა და უბრალოდ ლამაზად ჟღერს ჩემთვის. კარგი კოლაბორაცია გამოვიდა. აი ლამაზად ჟღერს ჩემთვის. და პლუს მუსიკის წერის პერიოდში, როცა ვიწყებდი და ეს პროექტიც დავიწყე, შედარებით უფრო ექსპერიმენტალურ, უფრო dark sound-ში ვიყავი. თავდაპირველად და მინდოდა რომ მსგავსი თემატიკის სახელი ყოფილიყო რაღაც. დიდად ეხა დატვირთვა არ აქვს, სიმართლე რო გითხრა, უბრალოდ მომწონდა ეგ სახელი რა და დავირქვი ეს დღემდე. შვენი უყვებიან სახელს. ანუ ეს შენ ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და რადგან შენთვის მოსაწონია ყველაფერი კარგად არის. ანუ რამდენი გითხო, რამდენი წელია რაც ზოგადად ამ ინდუსტრიაში ხარ და როდის დაიწყე ეს მუსიკასთან, როდის გქონდა ეს პირველი გადაკვეთა? სხვათა შორის სტაბილურად და რეგულარულად დავიწყე 2019 წლიდან. აგრეთ მაშინ მქონდა პირველი new face-ები ტარდებოდა მაშინ G4-ში რა. რომანი, ხიდის რეზიდენტი, ყოფილი რეზიდენტი, კომუნიკაცია მქონდა პიროვნებასთან, უშუალოდ მუსიკასთან დაკავშირებით. მე ზოგადად მუსიკით მაქვს ხოლმე ადამიანებთან კომუნიკაცია, ვიდრე საუბრით უფრო. და იყო ესეთი მომენტი, რომ დაუკრა ჩემი ტრეკები ხიდში. მას მერე დიალოგი გქონდა და შემოთავაზება იყო ესეთი, რომ რას ფიქრობ, რომ new face-ებზე მოხვიდა და დაუკრა და ესე და ამგვარად შედგა ჩემი პირველი ოფიციალური დეიტი რა G4-ში და მუსიკის წერა დავიწყე, მუსიკით ზოგადად დავინტერესდი დაახლოებით 15-16 წლიდან. მე ბავშვობიდან არ ვიყავი მუსიკაში. სხვა რაღაცებს ვაკეთებდი. მიუხედავად იმისა, რომ ფორტეპიანოზე დავდიოდი ბავშვობაში და ჩვენს დავყავდი, მადლობა ჩვენს მაგისტრის. შეიძლება მაქიდან გამომდინარე რაღაცა პატარა ნაპერწკლები იყო ჩემში მუსიკის. 2016 წელს მაშინ ცხოვრობდი ზუგდიდში, მაშინ ვცხოვრობდი თბილისში, პატარა ვიყავი და მეზობელი მყავდა, რომელთან ერთად ბავშვობიდან ვიზრდებოდი. და ამ ბიჭმა იცოდა, რომ მე მუსიკასთან რაღაც კავშირი, პატარა თულმანი კავშირები მქონდა, მომწონდა რაღაცა და დარჩ მოვიდა ერთ დღეს ჩემთან და მე ჩაგიწერო შენ კაი პროგრამასო და ჩაუჯექიო და ესე და ამგვარად ჩემი და FL Studios კავშირი მოხდა 16 წლის რო ვიყავი მაშინ. და მას მერე ესე რა, სულ მუსიკაში ვარ. შენ SoundCloud-ს შევხედე, გეტყვი რომ წუხარ რომ სხვები არ ფიქრობენ ისე, როგორც მე ვფიქრობ, იმიტომ რომ შენ ერთ-ერთი ძალიან მაღალი დონის არტისტი ხარ რეალურად და ჩემი პროექტი ზუსტად ამას ემსახურება, რომ ეს კედლის უკან დგომა უნდა დასრულდეს რა და შენნაირი ადამიანები უნდა იდგნენ იქ, სადაც მათი ადგილია რეალურად. ამას არ ვაჭარბებ, თუ ვინმეს გექნებათ კითხვა ან პრეტენზია ჩემს ნათქვამთან დაკავშირებით, ჩვენი პოდკასტის აღწერაში ამ ადამიანის ლინკს მივუთითებ, შევბრძანდით მის SoundCloud-ზე და ნახოთ რა დაგხვდებათ იქ. შესაბამისად, ნათქვამს ყოველთვის ნანახი ჯობია. და ზუსტად ამიტომაც
მართლა ძალიან დიდი რესპექტი და არ ვიცი, მიხარია რომ პირადადაც გაგიცანი, იმიტომ რომ საჭიროა შენნაირ ადამიანებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ძალიან მაგარ მუსიკას აკეთებ, ძალიან მაგრად აკეთებ რეალურად და მისაბაძი ადამიანი ხარ ჩემი აზრით. შესაბამისად მოხარული ვარ, რომ გიცნობ, რაღაც პირფერობაში არ ჩამომართვა, საზოგადოების წინ გეუბნები ამას და კიდევ ბევრი ურთიერთობა გვექნება, დარწმუნებული ყავი ამაში. მე მინდა გკითხო ესეთი რაღაც, რამე პრობლემას თუ ხედავ ქართულ საკლუბო სცენაზე, ისეც, რასაც მაგალითად შეიძლება შენ თვლი რომ სხვები ვერ ამჩნევენ და შენ იცი რომ ეს პრობლემა არის და უკეთესი იქნებოდა რომ ასე არ ყოფილიყო და თუ არის რა არის ეს რომ მიხარ. იცი რა არის, აი ზოგადად ვცდილობ ხოლმე რომ აი პრობლემებთან დაკავშირებით მაინც ლოიალური ვიყო ხოლმე ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ ყველას თავისი ინდივიდუალური ხედვა, ყველა ისე აკეთებს როგორც უნდა, მაგრამ ზოგადი პრობლემები არსებობს. მაგალითად იმის რომ არის რაღაც ერთგვარი მონოპოლია, ესე რომ ვთქვათ, კლუბებში. არის ის რომ ჟანრობრივად თითქმის ერთ ჟანრზეა შინჯდარი კამანდა. რავი, ეს ჩემი აზრით ცოტა, ანუ მუსიკა როგორი რაღაცა, აი როგორ გითხრა რა, მუსიკა არის თავისუფალი რა, ანუ ჩემი აზრით მიმღებლური უნდა იყოს რა, ნებისმიერი ადამიანის ხედვა, მისი სურვილი, რა მოსწონს, რა არა. იმიტომ რომ ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს, თავარია როგორ აკეთებ და რა ხარისხით აკეთებ. ხო და მსგავს სიტუაციებში პრობლემა კი არის. მაგრამ აი იცი რა არის, მაინც ისე სკეპტიკურად არ უნდა შევხედოთ რა, პრობლემები არის, მაგრამ პრობლემების მოგვარება შეიძლება. უბრალოდ შენ ერთი პიროვნება, ერთი ადამიანი ვერ მოაგვარებ ამ საკითხს, გავლენა საერთაშორისო იმაზეა რა, ძალიან იმაზე რა. ხო რა, პრობლემები ესე ძალიან ისე რო გითხრა რომ ღრმა პრობლემებს ხედავ თქო რაღაცაში თქო არა უბრალოდ პრობლემები იცი რაშია community-ის სიმწირეშიც არის პრობლემები რა ჩვენ არ ვართ ფართო მასშტაბის community ისეთი community როგორც თუნდაც ევროპაში ან თუნდაც ამსტერდამში ბელგიაში და მსგავს მაღალი დონის ქვეყნებში სადაც საკმაოდ დიდი მასშტაბური ივენთები ფესტივალები კლუბ-ნაითები ტარდება ჩვენ ქართველები იდეაში ძალიან გემოვნებიანი ხალხი ვართ ასე ვიცით რაღაცები, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ ვართ იმ ეტაპამდე მისული და რომ მრავალფეროვნებით რაღაცა გავიბრწყინოთ რა. როგორ ფიქრობ ეს ურთიერთობების არქონის ბრალი ხო არა? ანუ ერთმანეთთან რაღაც ჩაკეტილი ურთიერთობებია თითქოს რა. იცი მე როგორ ფიქრობ ადამიანს კონკრეტულ ადამიანებს ვინც არიან ამ ეტაპზე ამ სფეროს წარმომადგენლები რომლებიც მეინ ხედვაში არიან მე ფიქრობ რომ მათ უბრალოდ არ უნდათ რომ შენ მისი ადგილი დაიკავო რა ძალიან ისეთი ადამიანურია ძალიან ბუნებრივი რაღაცა მგონია რა არავის არ უნდა რომ სიტყვაზე თქვა შენ შეგცვალოს და ვიღაცა ბევრი კარგი არტისტია ბევრი ახალგაზრდა კარგი არტისტია რომლებსაც აქვთ მაგის შესაძლებლობები და პოტენციალი რომ უკეთესი მუსიკა გააკეთონ ვიდრე თუნდაც დღესდღეობით არის საქართველოში მაგრამ ხო რა როგორც თქვით პრობლემა მაინც და მაინც მე ვერ ხედავ მაგაში პრობლემას რა იმიტომ რომ ვისაც ეხა რაღაცა უნდა სიტყვაზე ვთქვა მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებელს რამე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიძახი რომ მე მქონია მსგავს საკითხებზე პრობლემა რომ კონკრეტულ სივრცეში სადაც არ ვიტყვი სახელთაგვარს წლებია მინდა ჩემი თავის გამოჩენა მაგ კონკრეტულ სივრცეში მე ყოველთვის ჩემი მუსიკისთვის მაქსიმუმს ვდებ პირველივე დღიდან როცა შევეხე მუსიკას მაქსიმალურად ვცდილობ რომ გამავითარო ჩემი თავი ყველანაირად და უბრალოდ არ მომეცა სამწუხაროდ იმის შესაძლებლობა და იმის ჩემი მუსიკის რეალიზება მაგ კონკრეტულ სივრცეში ადრე წლების წინ უფრო თრგუნავდა ეგ მომენტი მაგრამ ეხა უკვე ხვდები რომ მე ჩემი გზა უნდა გავაგრძელო მაინც რა იქ თუ არა სხვაგან მაინც არის ჩემი ადგილი სადღაც გამიჯერე შენ ისე აკეთებ შენ საქმეს რომ შეუძლებელია რომ ეგ საქმე ესე დარჩეს და რეალურად არ დაფასდეს. მაგრამ იცი რა გეთახმები რაღაც კუთხით, უბრალოდ აი ჩემთვის მაგალითად არის პრობლემა, იმიტომ რომ მე ასე ვუყურებ რომ თუ ან კლუბი ხო არ არის ეს რაღაც ჩემია და მორჩა. კი. ანუ ეს არის საზოგადოებრივი ადგილი.
შესაბამისად, თუ საზოგადოებრივ ადგილზე არსებობს მსგავსი დამოკიდებულება, რომ ვიღაც ამას იჩემებს, ვინც არ უნდა იყოს, ეს მიდგომა არასწორია. ჩემი გადმოსახედიდან ასე არის, მე ყოველ შემთხვევაში ყველას აზრს პატივს ვცემ, რაც არ უნდა ჩემთვის მიუღებელი ან გაუგებარი იყოს, ნუ მისია და რა გავაკეთო, ხა ძალით ვერ მივცემ, რომ გინდა თუ არა ამ აზრზე უნდა იყო თქო, მაგრამ ის მომენტი, რომ ანუ რამდენი კარგი არტისტი არის თუნდაც მათ შორის შენ, ანუ რატო არ უნდა ჰქონდეს ამ ხალხს შესაძლებლობა, რომ ამ საზოგადოებრივ ადგილას მოხვდეს. მაშინ ეს უკვე აღარ არის საზოგადოებრივი ადგილი, ხვდები? ეგა ყველა თავის კლუბს ხო ვერ გახსნის. რომ იქ წავიდეს და დაუკრას, ხო? და რომც გახსნას ცოტა ისეთია რა, ანუ იმ ხელა ფინანსებთან არის რეალურად ყველაფერი დაკავშირებული, რომ ეგ ფინანსები შენს მუსიკალურ კარიერას რომ მოახმარო, რა ვიცი, შენი სტუდია რო გააკეთო და ასე შემდეგ, რა ვიცი, საერთოდ აღარ დაგჭირდება იქ დაკვრა, ხვდები? და საერთოდ აღარ გექნება სრული, იმიტომ რომ ქართული ბაზრის გარდა კიდევ იმდენი ბაზარია რეალურად ამ ინდუსტრიაში, რომ შენთვის უკვე მნიშვნელობას დაკარგავს არსებული, ხვდები? და აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ამაში რაღაცები არის შესაძლებელი და მოსაგვარებელი. აი, მე მაინც ვფიქრობ, რომ აი მუსია, როგორ რაღაცა ისი ორი რაღაცა არის ხელოვნება და არის ბიზნესი რა. ჩვენ როგორც არ უნდა ვიძახოთ, რომ მუსიკა და ხელოვნება საბოლოოდ მაინც ბიზნესი არის რა და ბევრი კლუბი რისკის ფაქტორს არ გადის მაგის გამო, რომ არ რისკავს. იმიტომ რომ უფრო ბიზნესის კუთხით უყურებენ, უფრო ფულის შოვნით, უფრო იმით, რომ კლუბი გადაარჩეს, სიტყვაზე ვთქვათ, რომ რაღაცა იმაში ჩავარდნაში არ წავიდეს. მე ამ კუთხით მესმის მაგათი, მაგრამ შანსი მაინც უნდა მიცე ადამიანს. ხო. ანუ ისეთი მომენტია რა, შეიძლება ყველა მეორეს არ მისცე ეს შანსი, მაგრამ მე არ ვიძახი, ეხა იმდენი არტისტია რეალურად, ეხა თუნდაც აი ბიზნესის კუთხით რო შევხედოთ, რომ ამ კლუბმაც ხო უნდა იარსებოს, ოკეი, რომ თავისი ბიუჯეტი გააჩნდეს საარსებო, ხვდები? ანუ ეს პატარა ემიებთან არაა დაკავშირებული, ხა ისე არ გამომივიდეს, რომ თითქოს ერთი მხრიდან უყურებ და მეორე მხრიდან არა. ორივე მხარეს უყოფილ ვარ და ზუსტად ვიცი რაზე ვლაპარაკობ და აქედან გამომდინარე მესმის ეგ ყველაფერი, მაგრამ ის მომენტი, რომ შენ წელიწადში მინიმუმ 5 არტისტი ყავდეს ახალი სახე, რომელსაც ადამიანებს გააცნობ, შენ საიდან იცი ის ფაქტი, რომ შენ ეს ადამიანები უფრო მეტ შემოსავალს არ მოგიტანენ. ზუსტად ეგრეა, მეც მაგას ვფიქრობდი, სხვადასხვა დიდი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, რადგან კლუბის მხარეც მესმის, ზუსტად მაგიტომ მაქვს მე პირადად ამაზე გამახვილებული ყურადღება, რომ 5 არტისტი შენ წელიწადში ვერანაირ ზარალს ვერ მოგიტანს, ხვდები? პირიქით, ეს შენთვის იქნება ბევრად უფრო კარგი სიტყვა, ნათქვამი ადამიანების მხარეს და მათ შორის კარგი დამოკიდებულება იქნება და ადამიანებს უფრო მეტი პატივისცემა ექნება ჩვენს მიმართ და შესაბამისად უფრო მეტად მოუნგებათ, რომ შენთან მოვიდნენ, იმიტომ რომ დაინახავენ, რომ შენ ადამიანებს ასაფორთებ და ცდილობ, რომ ეს კარგი ადამიანები მაღლა წამოწიო, ხვდები? და ვიღაცების ჩაქვესკნელებაზე რო ხარ გადასული, შესაბამისად იგივე შედეგი ვერ იქნება. ცოტა ურთიერთობის პრობლემებიც არის რა. ჩვენთან იცი რა არის, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება იმის, რომ ბევრი სივრცე გქონდეს. ჩვენ არ გვაქვს ბევრი სივრცეები საქართველოში, სადაც თუნდაც ახალგაზრდა არტისტები შეძლებდნენ საკუთარი თავის რეალიზებას, ამიტომ აქედან გამომდინარე კლუბების და სივრცეების სიმწრის გამო ახლა უფრო ნაკლებია. არის გავლენა მაგათი, ვინც მთავარ პოზიციაში არის ამ კონკრეტულ მომენტში რა. უახლოეს ერთ წელიწადში თუ ხო, რაღაც ეგრე 3 კლუბი გაქრა, ტესი, კიბე, მუზეუმი. მნიშვნელოვანი სივრცეები. კი, ეს ადგილები ისეთ სიტყვას ამბობდნენ რეალურად, რომელიც ძალიან ღირებული იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ მე არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ესე დარჩება, ხვდები? ანუ შეიძლება ის ლოკაციები თვითონ კი სასურველი და რაღაც ნოსტალგიებთანაა დაკავშირებული, რომ იქ დადიოდი, რაღაც გულაობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ისევ გააკეთებენ თავიანთ საქმეს კარგად და შესაბამისად სხვა ლოკაციაზე. მაგრამ სანამ ეს მოხდება და რომც მოხდება, მაშინაც რაღაც პრობლემები მაინც იქნება მოსაგვარებელი და ძალიან კარგი იქნება თუ ეს მოგვარდება, იმიტომ რომ მე მაგალითად არ მომწონს ოფენდეკების საერთო ჯამში იდეა. პირადად, იმიტომ რომ ოფენდეკზე ადამიანი რომ მოდის და უკრავს, მე ვფიქრობ, რომ იქ მას შესაბამისი სმენელი უნდა დახვდეს. ანუ ხალხს არ გულისხმობ. სმენელში გულისხმობ ადმინისტრაციიდან ვინმეს, ვინც ამას შეაფასებს და მინიმუმ მოინიშნავს, რომ აი ეს კარგი არტისტია და მოდი ამას კიდე მივცეთ შანსი მაგალითად, ხვდები? ოღონდ ისე კი არა, რომ
ყოველ ვიკენდზე მოიყვანო და უფასოდ აკვრევინო. ანუ მინიმუმ აი სიმბოლური რაღაც 50 ლარის რო მისცე, ხო ხდები? мотивация უნდა მიცე. კი, ანუ 50 ლარი, ანუ წარმოიდგინე ადამიანები მუშაობენ, ხელფასი აქვთ, ხდები? ყოველდღიურად ადამიანები მუშაობენ. შესაბამისად, ანუ ამ არტის ის რაღაცა თუნდაც რა მიზერული თანხა რო გამოუყო, ვფიქრობ, რომ მისთვის უფრო მეტი мотивация იქნება, როგორც შეიძლება უფრო უკეთესად აკეთოს რაღაც, ხდები? ანუ იმანაც დაინახოს, რომ ვიღაც მაინც აფასებს, აი ოდნავ მაინც, ხდები? ანუ რაღაცას კარგად აკეთებს, ესე იგი. ხო და აი ეს ბაზა რო არსებობდეს, რომ აი ეს არტისტი, კარგი არტისტია ნამდვილად და შეიძლება ამასთან მუშაობა, ფიქრობ, რომ თვითონ საკლუბო ინდუსტრიაც ესე გადარჩენაზე არ იქნება. ანუ უფრო მეტად ექნებათ როგორც წეღან თუ ადამიანებს პატივისცემა. და აი ზუსტად ამას ეხა ვახსენებდი, რომ ადამიანები სხვა რაღაცებსაც საქმიანობენ მუსიკის გარდა და მაინტერესებს რა საქმიანობ მუსიკის გარდა. თუ მუშაობ რამთან მუშაობ, არა, ადრე მუშაობდი. ერთი პერიოდი მქონდა მომენტი, რომ ცოტა ფინანსების მხრივ გამიჭირდა. ცხოვრებაში და მომიწია იმის კეთება, რაც არ არის ჩემი დროებით. მაგრამ ეხა უკვე მთლიანად მუსიკაში ვარ. ნუ მაქამდე მთლიანად მუსიკაში ვიყავი, ის პერიოდი რო არ ჩავთვალოთ ის რამოდენიმე 5-6 თვე. ეხლა უკვე სტაბილურად ვარ მთლიანად ჩემს თავში ვარ, ძალიან დიდი გეგმები მაქვს და ძალიან დიდ მასშტაბებზე ვფიქრობ გასვლას რა, ნუ ჩემთვის აკაური community არ არის საკმარისი რა მე. უფრო მეტი. ხო, მე უფრო უცხოელ არტისტებთან და ლეიბლებთან მაქვს კომუნიკაცია, ვიდრე ქართულ სივრცეებთან რა. და ჩემი მასშტაბები და ჩემი მიზნები უფრო იქითკენ არის გადართული. თამლიანო ეგრე იყო. შენიერია, ძალიან კარგი მიდგომა გაქვს. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გინდა და მეტ შრომობ ამისთვის. მე მინდა ჩემი საქმიდან მაქსიმუმი გავაკეთო, რომ რავი, საქართველო კარგია, მიყვარს ქართული სცენა, ქართული მსმენელი, მაგრამ აი ვერ გეტყვი, რომ შეიძლება ბევრი რამე მოგცეს რა, როგორც პროფესიონალ არტისტს კარიერაში. მასშტაბები გჭირდება მაინც. კი, ნამდვილად. გავლენები, კონტაქტები. მუსიკის გარდა რამე საყვარელი საქმე ან ჰობი თუ გაქვს? სხვათა შორის ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, ფოტოგრაფია ძალიან მიზიდავს და რა, ისე დიდად არაფერი დანარჩენი განსხვავებული ისე არაფერია. ან თლიანად მუსიკაში. პირად ცხოვრებაში რა შევით? ჰა? პირად ცხოვრებაში რა შევით? ეხლა არაფერს ფილები თუ ყავს? არა, არც ოჯახი არ მყავს, არც შეყვარებული არ მყავს, აღარ მყავს. თლიანად ჩემ თავზე ვარ კონცენტრირებული. ძალიან ეგ, ესე იგი ამ დროს და რესურსს ყველაფერს მუსიკასთან კი, ახლა უკვე ვგრძნობ, რომ აი ეს რესურსები რაც ჩავოდე ჩემ საქმეში და ეს წლები რაც გამოვიარე, უკვე ნელ-ნელა შედეგს იღებს. რას ფიქრობ, ისე რამე კონკრეტული გეგმები ახსენეთ ზეგან და რამე კონკრეტული პროექტი ხომ არ გაქვს, რომელზეც მუშაობ, მაგალითად, რა ვიცი, ან სხვათა შორის ახლა მუშაობ ერთ სინგლზე და EP-ზე, რომელიც ფირფიტაზე უნდა გამოვიდეს. Keepsakes-ის ლეიბლი არის, Heaven-ის ლეიბლია რა, ძალიან გავლენიანი ფიგურაა ამ ინდუსტრიაში და აი ეგ მაგ ჯერჯერობით დაგეგმილი და ნახოთ რა იქნება. შვენიერი. ცდილობ რომ ანუ იცი რა ცდილობ რომ ხშირად არ გამოუშვა მუსიკა რა ვცდილობ რომ მარტო ხარისხიანი შემოქმედება დავარეალიზო და მარტო ის ლეიბლებზე რომლებიც რაღაცა წინსვლას მომცემს. ხო, შედეგი საჭირო არის ამ სფეროში ძალიან კარგად უნდა აკეთო საქმე რომ შესაბამისი შედეგი მოიტანოს რა. აი შენ რო ახსენე წეღან რომ мотивациაზე სხვათა შორის мотивация დროებითია. мотивация შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ საქმე უნდა აკეთო რა. ხო, მაინც კი რა თქმა მე სულ არ მაქვს мотивация, მე სულ მინდა რომ ავდგე და რაღაცა ვწერო, არა. მგონი რომ ეგრე არავინ არ არის. არავის არ სიტყვაზე ვთქვა და არ აქვს იმის სურვილი რომ ყოველ დღე ადგეს და რაღაცა გააკეთოს, მაგრამ შენ უნდა გააკეთო ეგ. რაღაცას მიაღწიოს ცხოვრებაში. კი, ნამდვილად. შენ რაღაცას აკეთებ, სხვა შეიძლება იმდოს არ აკეთებს. და რაღაცა мотивაციას ელოდება ან რაღაცა perfect times. რაღაცა მოხდება, perfect time-ი არ მოდის. შენ უნდა შექმნა შენი time-ი რა. ოკეი. შენ უნდა გაყიდო შენი თავი რა, ესე რომ. მარტო მუსიკა არ გიშველის რა. რეალიზაცია საჭირო. ხაროთ, ხო? შენ უნდა შეგეძლოს შენი თავის გაყიდვა. სხვათა შორის სოციალური ქსელების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მაგ საკითხში რა და რა მინდა გკითხო, თუ ფიქრობ რომ დამწყები არტისტები მაგალითად რაღაც პრობლემებს შეიძლება შეხვდნენ ამ ინდუსტრიაში, აი რა შეიძლება იყოს ეს და რა რჩევებს მისცემ ადამიანს? ბევრი იმედგაცრუება შეხვდებათ, აი მართლა მე არ მინდა რომ რაღაცა მირჩენია პირდაპირ თქვა, მე შენ მწარე იყოს რა, იმიტომ რომ მე ჩემი თავიდან გამომდინარე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე
ეგრე მოხდა ჩემს გამოცდილებაში, რომ მე ძალიან ბევრი იმედგაცრუება მივიღე, ძალიან ბევრი უარი მივიღე. იყო მომენტები, რომ ეს უარები რაღაც ეტაპზე პრობლემას მიქმნიდა ჩემი კარიერის მხრივ, მაგრამ მე მაინც არ გავჩერებულ ვარ. მე უბრალოდ მუსიკის წერა მიყვარს რა. მიყვარს პროსტა მუსიკა რა. მე თავიდან მუსიკა რო დავიწყე, არც ფიქრობდი, რომ რაღაცა დიჯეინგი და რაღაცა. მე უბრალოდ წერდი მუსიკას. და ჩევას მივცემდი იმას, რომ უბრალოდ აკეთონ რა თავიანთი საქმე რა, მიუხედავად იმისა, რა გარემო პირობებიც გვაქვს. შენ ყოველთვის, როგორი პუნქტი, შენ ყოველთვის ვიღაცა ვერ დაგინახავს რა. და თავიდან არავინ არ მოვა შენთან. შენ უნდა გაყიდო შენი თავი როგორც წერა თქვია. ამიტომ არ დაკარგონ რა ის ჟინი და ის რაც თავიანთია უნდა გამოგლიჯონ რა. ყველაფერი გამოგლიჯონ უნდა რა. არ უნდა დაუთმო რა. სხვათა შორის ეს უკვე მეორე პოდკასტია, ძალიან ხალდიანი ტიპები ხართ იმე და წინაზე თათია. მე მინდა რომ ხალხი ადამიანებს გქონდეთ რა ის ჟინი და ის სურვილი რა. რაღაცის კეთებას რო იწყებ, მიიყვანებო. ხო, ნათქმა უნდა. მაშინ დროს კარგავთ ხვი. ხო. საკმაოდ გამომდე ბოლომდე უნდა მიყურებ ერთფეროვნად რაღაცას. სამყარო დიდია, შეგიძლია აქ თუ არა სხვაგან წახვალ. სხვაგან მოახდენ შენ თავის რეალიზებას. ერთადერთი და უნიშნულოვანესი ფაქტორი ის არის, რომ არ შეწყვიტონ თუ უკვე დაწყებული აქვთ მუსიკის წერა, განაგრძონ საკუთარი ხედვის და საკუთარი საუნდის ჩამოყალიბება. მე წლები დამჭირდა სხვათა შორის მაგისთვის, რომ ჩემი საუნდი ჩამომეყალიბებინა რა საუნდზეც ეხავარ. იმიტომ რომ ბევრი რაღაცა შევცვალე ჩემ კარიერაში. იყო პერიოდები, როცა შედარებით მძიმე მუსიკას უკრავდი, იყო პერიოდები, როცა შედარებით სუბუქი იყო. ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია რა. ამიტომ უნდა განაგრძონ რა სულ მაინც. ისე ეს შენი ვაიბი ძალიან ესეთია რა, სასიამოვნოა, სხვათა შორის ეს hard gang-ზეც ვნახე, ძალიან კაი დუხი გაქვს რა, აი დაკვრის დროს. პერფორმანსია რა, ორმაგად უფრო სასიამოვნოა მსმენელისთვის, ვინ შენთან მოდის, შენი პერფორმანსის ნახვა. არტისტი ენერგიას გასცემს, რა ენერგიასაც გასცემ, ენერგიას გრძნობს. აი მე რა არ მიყვარს, იცი, ესე უბრალოდ რო თხარ რა, შენ ეგრე არ ისე ხოლმე. მე რა მგონია რომ არტისტები ვინც ეგრე დგან, ცოტა კომპლექსურად არიან, რაღაცისერიდება და არ ვიცი რა, შენ გახსნილი უნდა იყოს. ყველა შენ გამომოდის, შენ გელოდება და შენ ხარ თავარი ფიგურა ღამის, შენ მართავ ყველაფერს. ამიტომ რასაც შენ იზამ, იგივე ვაიბს იგრძნობს ხალხი. კი, ნამდვილად. და რესპექტს ძალიან კაია, როგორც აკეთებ შენ საქმეს მართლა. თავიდან ეს რამოდენიმე ჩანაწერი რო ვნახე, ეს თვალი მოკარი, მაგრამ მე კარგად ვნახე თავიდან ბოლომდე და მეთქი, ოკეი, აი ისეთი რაღაც ვაიბი წამოიყო, რომ აი ძალიან მინდოდა, რომ იმ მომენტში შენთან ერთად მაგრად მეგულაო, მართლა ძალიან გაასწორა. ხო, არა, კაია იყო მეც ძალიან ვისიამოვნე სხვათა შორის. კი, აი ეგ მიყვარს ყველაზე მეტად არტისტებში, რომ ხედავ რა თვითონ გულაობს ტიპი, ეს უკვე ძალიან კაია ხო ხტები რა, მარტო შენ არ გიწევს რა, თითქოს მარტო გრძნობ არტისტი რო არ გულაობს, ვაფშე სხვაგან ხარ რა, ჩათვალე რა. და მე ყოველ შემთხვევაში ეგეთი განცდა მაქვს ხოლმე, რომ თუ ხედავ რომ არტისტი თვითონ არ იგულავება თავის დაკროლზე, მე ნაკლებად, უფრო ნაკლებად ხო ხტები და აი ეგ რო არ გააქვს, ძალიან კარგი არის. ალბათ საკმარისად შეიძლება საკმარისად არ ჩაღრმავებულა საკუთარ მუსიკაში, რომ იგრძნოს. იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანი ვამზადებ ხოლმე პლეილისტებს, სანა გიგამდე, კაიხნით ადრე, თვენახევრით ადრე. მინიმუმ უკვე ვიწყებ ჩემი პლეილისტის შექმნას, მუსიკის არჩევას, დალაგებას. იმიტომ რომ გამოსვლა, პერფორმანსი მარტო დაკვრა არ არის. რაღაცა შინაარსი უნდა კონდეს რა, შენ სეტს ხო, უბრალოდ ბაღ. კი, ნამდვილად. ბაღ ყველა შეუულია. ტექნიკურად შეგიძლია ისწავლო, ხვდები? მაგრამ ტექნიკურის გარდა შიგნიდან უნდა მოდიოდეს რაღაც რა. რასაც ხალხი გრძნობს, ვაიბს გრძნობს ხალხი. მაგით განსხვავდებიან არტისტები ერთმანეთისგან. კი, ისა რა მინდა კითხო, ეს რო თქვი დიდი ხნით ადრე ვამზადებ, აი მაგალითად თუ ქონე ესეთი მომენტი, რომ რაღაც მოამზადე, მაგრამ არ დაგხვდა ის ადამიანების ის კატეგორია, რომლისთვისაც გინდოდა რომ ეს მიგეტანა, ხდები, ეს შენი მომზადებული. აი თუ მოგიწია ისეთი მომენტი, როცა იმპროვიზაცია იყო საჭირო მაგალითად რა. ხო ხდები, აი თქმა მინდა რა, მე დამიწყია სეტის დაკვრა. და მიგუძნია რომ რაღაც ვაიბზე ვერ არის ხალხი და შემიცვლია უცებ სხვა იმაში გადავიყვანე რა.
და უკვე ხედავ რომ უკვე მოაქვს. ხალხს ანუ აცებდა რაღაცა. მაგას ვიძახი რომ ანუ ესე არ უნდა იდგე რა. უნდა ახედო, აბა რა ხდება? მოსწონს? შეიძლება მოსწონს. დავай შევბეროთ ეს ხოლმე. ოკეი. მან მარტო ერთი პლეილისტი, ერთი მიმდინარეობის პლეილისტი არ უნდა ქონდეს. მე მაგალითად თუ მაქვს სამი პლეილისტი ერთი ჟანრის, მეოთხე მაქვს ცოტა სხვა ჟანრის, რომ ყველანაირად დაზღვეული ვიყო რა. ეგ უკვე პროფესიონალიზმის ის არის რა, დაახლოებით ეგრე რო გითხრა რა. ანუ შენ უკვე წინასწარ მაინც იცი გრძნობ, რომ შეიძლება იქ არ დაგხვდეს სიტუაცია, რა სიტუაციაც შენ გინდა. და მუსიკაც შენ გინდა დაუკრა ამისთვის, ამიტომ ის მზად უნდა იყო. ყველა მხრივ მზად უნდა იყო. შენ ნებისმიერ დროს მზად უნდა იყო, ნებისმიერ ასპექტში. როგორც ტექნიკურად, ასევე მუსიკალურად. კი. იმიტომ რომ ვერავინ ეს გრუბად რო ვთქვა, ვერავინ უნდა ჩაგჭრას რაღაცაში რა. შენ ყველაფერს მზად უნდა იყო. გეთანხმები აბსოლუტურად. აი მე მაგალითად იმდენად მზად ვარ ხოლმე დეითისთვის, რომ აი მაგალითად გუშინდელ ღამეს ალბათ ერთი 18 პლეილისტი მქონდა და რომ მივედი დასაკრავად, მე ვფიქრობდი მეთქი რომელი დაუკრა თქო და თან ეს ფოლდერებს ვარქმევ ხოლმე სახელებსა და თან ჩემი სახელებს ვარქმევ რა და ხანდახან აი თან რომელი ტრეკიც ყველაზე მეტად მიყვარს, მავიწოდება ხოლმე რომელში ჩავდე რა, იმიტომ რომ რეალურად ანუ ფლეშიც დამაქვს ალბათ რა ვიცი 1000 ტრეკი რა და ძალიან რთული არის რა ეს ყველა რო დაიმახსოვრ რომ სად რომელია რა და მოკლედ აი იმპროვიზაცია ძალიან მიყვარს რა. შენთვის სენსიტიური საკითხია რასაც ხედავ მუსიკა. ძალიან გზნობი არის შენთვის მუსიკა. მართლა რეალურად მართლა ძალიან გზნობი არის. თან ეხა ბოლო წლები არის ნოსტალგიურად ვუყურებდი მუსიკას, იმიტომ რომ ანუ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე არ მქონდა საშუალება რომ ამ ინდუსტრიაში ყოფილიყავი და შესაბამისად ეს დაბრუნებაც ცოტა ისეთი მქონდა რა, ეს გემრიელად. თავარია დაბრუნდი. კი. ხო და თან ახლა ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი ახალი სახე არის და წარმოდგენა არ აქვთ რომ ანუ ამას ვაკეთებდი მსგავს ან რაღაც მაგდაგოი და ისე მიყურებენ ხოლმე ეს ვინ ჯანდაბაა ხო და ცოტა ისეთი მომენტია ხოლმე რა უხერხული მაგრამ ჩემთვის სინოპსისად გითხრა ჩემთვის ძალიან საინტერესოა შენი პროექტი რასაც ახლა აკეთებ. ესე მე მინდოდა რომ როგორც თავიდანვე გითხარი საუბრისას მართლა კი რაღაცაა რა მოგწონს მაგალითად მომწონს ის რომ ანუ იცი როგორ პონტე ანუ მომწონს რომ არტისტებს შეუძლიათ რა ისაუბრონ რაღაცაზე იმიტომ რომ მსგავსი თემატიკის პლატფორმა აქამდე შეიძლება იყო მაგრამ მე ჩემო ყურამდე არ მოსულა ან არ იყო ან არ ვიცი მაგრამ შენ რასაც ამ კონკრეტულ სიტუაციაში ახლა აკეთებ მაგარია რა მართლა მაგარია მე მომწონს შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს მაგრამ ვიღაცას არის ადამიანები ვისაც არ მოსწონს იყოს სადაც არის მე თავისი პრობლემაა თუ არ მოსწონს მე ყველას უანგაროდ ეთებ ყოველ შემთხვევაში ნუ ფაქტია რომ ამ საქმიდან და უახლოესი 4-5 თვის განმავლობაში არანაირი შემოსავლები არ იქნება და არც ვაპირებ მაგაზე დიდად ლაპარაკს ან განხილავს იმიტომ რომ ნუ როგორც შენ აკეთებ იმას რაც გიყვარს იგივეს ვაკეთებ მეც როგორც მუსიკალურად აი თან ზუსტად იმდენად მიყვარს მუსიკა სწორად აღნიშნე რომ მინდა რომ ამ ადამიანებს ვისაც არ აქვს რა შესაძლებლობა რომ სადმე რამე თქვას ან რაღაც მაგდაგვარი ხა Facebook-ზე რომ დააწეროს ან Instagram-ზე რომ დაპოსტოს რაღაც ხოლმე ხა ანუ აზრი არა აქვს რა მან ვერ გრძნობ ვაის ადამიანს ხო და აი აქ იგრძნობ ვაიბსაც იგრძნობ თან ყველაზე ძალიან რა მომწონს იცი ამ პროექტში აი ერთია რომ ადამიანი საუბრობს და ნუ ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი ხო ილაპარაკა მაგრამ აი ეგ რისი გამკეთებელია მაგალითად ხო ხდები და უყურე ერთ მხარეს საუბრობ და მეორე მხარეს შენს სიტყვას ამტკიცებ ჩათვალე აი რასაც ამბობ რომ მე ეს შემიძლია მე ამ იგივე პროექტში მოდიხარ შენთვის სასურველ ადგილას სადაც შენ გაგისწორდება იქ წერთ ვიცე ხო ხდები და იქ უკვე ჩანს შენ გაილაპარაკე რა და ანუ ისეთი მომენტია რომ ადამიანებს ჰეითერებს აღარ აქვთ უკვე სათქმელი ხდები იმიტომ რომ ნათქვამიც ესმით და საქმესაც ხედავენ და შესაბამისად ანუ იქ უკვე ორი აზრი აღარ არის რა ან მაგრად აკეთებ შენ საქმეს ან ვერ აკეთებ მოკლედ და წერტილი რა ეს ჰეითერები არც მახსოვდა არ ვფიქრობ ხოლმე იცი ჰეითერები არ მაგისთვის დასაკარგი ძო სულ ერთი თვის პროექტი არის და ერთი თვე რაც დავიბადეს მოკლედ და იმდენი ჰეითერი არის უკვე რომ და მეთქი არა ხო შენს ჰეითერი კაია კი ესე იგი სწორად ესე იგი რაღაცა კარგი ხდება რა ნამდვილად და ამიტომაც ძალიან მიხარია რომ მოხვედი ჩვენ პროექტში ძალიან გაფასებ მინდა გითხრა და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს წინ მონოლითს შესაბამისად გამიხარდება თუ ვითანამშრომლებთ როგორც საქმიანად ასევე მეგობრულად
და რა ვიცი უკვე ძალიან ბევრჯერ გითხარი, მაგრამ არ მომბეზდება respect მასლა, ძალიან კაი არის. რო ნახე, ხო უნდა ნახო ვის წერ, ვის ვესაუბრები რაღაც და შენ საუნდტრეკს ერთი საათნახევარი ვაკვირდებოდი და მეთქი რა ხდება. რა ეს არის რა. არის რაღაც. კი, ეს ადამიანი ეს rising star-ი ან რაღაც კი არა, ანუ უკვე ვარსკვლავია ტიპი და სად არის მეთქი რა თუ არა ლათებს რა. ჯერ კიდე არის სამუშაო ბევრი. კი, მაგრამ სამუშაო ყოველთვისაა ბევრი. და ყოველთვის უნდა იყოს, იმიტომ რომ როგორც კი შენ იტყვი რომ აი всё მე შემდგარი არტისტი ვარ, ჩემს იქ მთავრდება შენი ყველანაირი კარიერა რა, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ სფეროში ასე თქვა რომ შემდგარი არტისტი ვარ. არა, ხო. მაინტერესებს კიდევ ერთ კითხავ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენს პროექტში ივენთების სერია გვექნება და ფესტივალსაც გვეგმავთ და მაინტერესებს თუ მიიღებ აქაც მონაწილეობას. რას ფიქრობ, იმიტომ რომ მე მოხარული ვიქნები თუ ჩვენს პროექტში როგორც ინტერვიუში და ვიცეზე, ასევე რომელიმე ივენტზე ან ფესტივალზეც იყო. იცი რა არის, მე ნებისმიერი შემოთავაზებისთვის გახსნილი ვარ, თუ შემოთავაზება ნამდვილად რეალურია და საინტერესოა და გამოხატავს რაღაცას, ხო ხდებია. რატომაც არა რა? მოდი მაშინ ასე ვქნათ. რადგან შენ ჩვენი პროექტი მოგეწონა, როგორც რამოდენიმე პოდკასტი ნახე, გადახედე და ასე შემდეგ და ჩათვალე რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, მოდი ასე ვქნათ ჩვენი ივენთის ხარისხსაც რო ნახავ, შესაბამისად შეაფასე და აქედან გამომდინარე მიიღე გადაწყვეტილება. მგონი სამართლიანი შემოთავაზება. კი. ძალიან რეალური. კიდევ ერთხელ გეტყვი, ძალიან გამიხარდა რო გვესტუმრე, ძალიან ბევრი წარმატება მინდა რო გისურვო, დაგემშვიდობები, მეგობრებო, ეს იყო Clinical Hate-ი. ფიქრობ, კარგი საუბარი გამოვიდა. მინდა გითხრათ, რომ გამოიწერეთ ჩვენი Instagram არხი, იმიტომ რომ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო არტისტი გელოდება წინ, ძალიან ბევრი კარგი სიახლე გელოდება წინ, ძალიან ბევრი კარგი და ხარისხიანი პროექტი იქნება წინ, როგორც ივენთების სერია, ასევე ფესტივალიც. და თვალი გვადევნეთ, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ. შესაბამისად, მინდა რომ თქვენც შეაფასოთ. დაგემშვიდობებით ახლა დროებით და წარმატებები ყველა თქვენგანს.